როგორ მოვამზადოთ 8 წლის ბავშვი აღსარებისთვის და როგორ აუხსნათ ზიარების და აღსარების მნიშვნელობა, რომ ადვილად გაიაზრა. ჯერ პირველ რიგში უნდა მოვამზადოთ იმით, რომ ეს ბავშვი რაც უფრო ცნობიერება ემატება, მით უფრო და უფრო უნდა ხედავდეს, რომ მშობელი აკეთებს ამას. აი ხო არის, რომ რაღაცა მოდი ბავშვი ცნობიერება შევადაროთ, ესე ბურუსი როა რაღაცა და ნელ-ნელა რომ არჩევ შენ რომ ადამიანია გამოიკვეთა. მე შეხედავ რომ ეს ადამიანი ვინ არის, თურმე შენი მეზობელი ყოფილა აღმოაჩენ ხო? აქ ბავშვი რო ხედავს რომ დედა რაღაცას მიირთმევს, რაღაცისგან თავს იკავებს, ჯერ არ იცის რა ხდება. მაგრამ მე აღმოაჩენს რომ დედა თურმე მარხვას ინახავს. დედა ხატებთან დგას, ხან საუბრობს, ხან ჩუმად არის, ჯერ ისიც არ იცის მარტო რატო საუბრობს, ან რატო დგას ესე ჩუმად. თურმე აღმოაჩენს რომ ლოცულობს, ხან ხმამაღლა, ხან გულში ხატებთან, ამას აღმოაჩენს. მე აღმოაჩენს რომ ტაძარში მიდის და რაღაცა საჭმევენ. აღმოაჩენს რომ თურმე ეს ზიარება ყოფილა, ბავშვის თვალით დანახოს ამბობს. მაგრამ არ მახსოვს მაშინ პატარა რო ვიყავ. რაც ხედავდი და რა მახსოვს იქიდან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ალბათ დაახლოებით ასე იქნება. და მე მიხვდება რომ თურმე რასაც დედა და მამა აკეთებს, აი ამას ეს სახელები ჰქვია. და რადგან ის აკეთებს, მეც რომ გავაკეთო, სულ ცოტა ცუდი არ იქნება. ესე იგი ეს შეიძლება. ანუ ეს შეიძლება რომ გააკეთო. და მე იმასაც მიხვდება რომ ეს კარგია რომ გააკეთო. და მე ამის შესახებ თუ სიტყვიერათაც ასწავლის მშობელი და აუხსნის, ეს ხო თუნდაც კარგი იქნება და ამით ნელ-ნელა მოამზადებს. არ შეაშინებს აღსარებით რო შენ ახლა ზოგჯერ არის რომ დედა ეუბნება. ძირითადად დედებისგან გამიგია ხოლმე შეიძლება სადღაც მამაც ეუბნება. წადი და მოძღვარს უთხარი რომ მაბრაზებ. წადი რომ უთხარი რომ აი რაღაცა მოიპარე. ხო და ეგ არ გამოდის. არამედ ჩვენ უნდა აუხსნათ რომ წადი და ის უთხარი მოძღვარს. აი რასაც შენს თავს ჩაუთვლი რომ ეგ არ იყო მოსაწონის აქციები. ჩვენ კი არ ნაუთქვათ რომ აი ეს შენ რო ეს გააკეთე. ალბათ რა ვიცი, აი სწორი ალბათ ის იქნება რომ ადამიანს დაანახო თავისი თავი და თვითონ რაც არ მოსწონს თავის თავს, სინდისი ხო ყველას აქვს, იმ პატარა ბავშვსაც აქვს. ისიც ხდება, მეტნაკლებად ხდება, ეს კარგი იყო და ეს არ იყო კარგი. თვითონ მიხვდეს უნდა და თვითონ მიუდგეს თავის სულიერ ცხოვრებას შემოქმედებით. თუ ჩვენ ესე გამზადებულ იმას ერთი შემთხვევა იყო წლების წინ, ესე იგი არ ვიცი, ცოლი აძალებდა რომ გინდა თუ არა აღსარებაზე მიდიოდა, ამანაც ნუ ამოვიდა ალბათ კეში და კარგიო და მიდიო შენ ჩამომიწერეო მაშინ აღსარებაო და ესე ახლა იმ პატარა ბავშვის შემთხვევაში თუ ეს კარგად არ ჩანს რაზე ვსაუბრობ, ამ დიდი შემთხვევაში ხო გამოჩნდა რა წავიდა ცოლის და ჩამოუწერა, ალბათ რაც შეატყო ცოტა ვერ აკეთებდა ეს. ზეიმის იქით რა იყო კიდე კაცმა არ იცის. ხო იმ ცოლმა რა იცი ახლა ეს რას აკეთებს და რას ფიქრობს და ბოლომდე რა იცი, რო შეიგინა, გაიგო რომ შეიგინა სიტყვაზე ვამბობ, მაგრამ იმის იქით რა. ეს არასწორი დამოკიდებულებაა, როდესაც მშობელი ეუბნება რომ წადი და შენ ეს უთხარი შენ. თუ ბავშვი იკითხავს რომ რა უნდა უთხრა, შეიძლება უთხრა რომ აი მაგალითად აი ესეთი რამე თუ მოგვსულია. ნუ ზოგადად შეიძლება უთხრათ ის რომ აი რაც შენ არ გინდა რომ გაგიკეთოს ხო, მე არ გაუკეთოს ხო და თუ მაინც აღმოაჩენ რომ სადღაც ისეთი რამ გიქმნია სხვისთვის შენ რომ არ მოგეწონებოდა, აი ეს ცოდვაა თხარი აღსარებაში. რაც შენთვის მოგწონს და გინდა ეცადე სხვასაც ეგრე გაუკეთო და თუ სადღაც შეატყეო, დაგენანა თუ დაგეზარა თუ ვერ მიხვდი და ვერ გაუკეთე, ეგეც იცოდე რომ რაღაცა ეთყობა დააკელი და ეგეც უთხარი დაუშვათ. შეიძლება უთხარი ისიც რომ აი დავუშვათ რისით ხმამაღლა თქვა, ხმა ცხენია დაუშვათ. რაღაცას რო დაეხმარე,
მაგას იოლად იტყვით ხმალმა, ვიღაცის დაგენანა რაღაც, მაგას ვერ იტყვენ. ვიღაცის სიხარული რომ გაგეხარდა, მაგას იტყვი ხმა, მაგრამ ვიღაცის სიხარული რომ შეგშურდა და დაგამწუხრა, მაგას ვერ იტყვი. მაგითიც მიხვდები, რომ თურმე ეს სადღაც ცოტა იქნა ჩადენილი და უნდა უხსნას, რომ მოძღვართან არ უნდა მოერიდოს, ესე იგი არაფრის თქმა, ახსარება გულწრფელობის გარეშე ახსარება არ არის. და ესე უნდა არ უნდა შეაშინოს ბავშვი ადამიანი.